Hey bro. Აკარეთ? ამას წინათ ვიჯექი და ბავშვობას ვიხსენებდი. გამახსენდა რომ იმ დროს კლასში არც ერთი მსუქანი კლასელი ამყავდა. შემდეგ კიდევ ვიხსენებდი და მივხვდი რომ კლასში კი არა არც უბანში არ ყოფილან ასეთები. ნუ ხანდახან 1-2 გაბერილთავა გამოერეოდა. უბრალოდ მაშინ არ იყო არც შაურმა, არც მაკდონალდსი და არც სხვადასხვა სახის ფასტფუდები. მოიცა რა ფასტფუდები. მაშინ შუქიც კი გვენატრებოდა. რატომ არსებობს ჩვენს დროს ამდენი არაჯანსაღი ადამიანი? არ გიფიქრიათ? მე კი მიფიქრია. საქმე იმაშია რომ სისტემას საერთოდ არ აწყობს ჯანსაღი მოსახლეობა. თუ ჩემი არ გჯერათ, მაშინ მიპასუხეთ. რატომ ნებისმიერმა მე-7 კლასელმა იცის რას ნიშნავს სინუსი და კოსინუსი, მაგრამ არ იცის რას წარმოადგენს ჯანსაღი კვება? ბევრს გამოგადგათ სინუსი და კოსინუსი. პირადად მე არასდროს არ გამომიყენებია. რა გიხარი? ჩვენს დროში რატომღაც მიღებულია რომ ბავშვი მსუქანი უნდა იყოს. თუ ბავშვი გამხდარია, ესე იგი ის არაჯანსაღია. არა და ყველაფერი პირიქითაა. ასევე ჩვენს დროში მიღებულია ღორევით გამოძღომა. ტიპი ერთი შაურმით ვერ ზღება და ამატებს მეორეს. შემდეგ ზის ვერ ექანება და საშინლად კვნესის. ეს რამდენი მჭამე? ამას რა უნდა დაარქვა თუ არა თვითგანადგურება. ასევე მიღებულია ქორწილებშიც ღორევით გამოძღომა. დაიწყებენ ხაჭაპურით, შემდეგ ძეხვი, საცივი, ნამცხვარი, ჩახოხბილი, ახოხბილი, შეხოხბილი, გამოხოხბილი, გადახოხბილი. მაგრამ სასაცილო არ ამგონია რა მეყოფა. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ამდენს როგორ იტევთ ხალხნო? როგორ? მაგრამ ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. გადის დრო და ამ ხალხს ზედმეტი წონა უკვე დისკომფორტს უქმნის. ой, всё. დღეიდან დიეტაზე უნდა დავჭდე. და ეს დიეტა გრძელდება მაქსიმუმ 2 დღე. ყველაზე საშინელება კი ის ხერხებია, რომლებსაც ისინი მიყვებიან წლებით ნამცოხნი ღიპების დასაგდებად. დოქტორ მონდო, გთხოვთ მიშველე, დოქტორ მონდო. დამშვიდით ქალბატონო, ამიხსენით რა ხდება? რა მოხდა და ჩემი შვილი იყო, ჩემი საყვარელი შვილი იყო, დიეტაზე იყო და მას შემდეგ რაღაც დაემართა. კი, მაგრამ დიეტა შეგიძლიათ მაჩვენოთ. დილით ქატო, შუადღით ქატო, საღამოს ქატო. პაციენტი სად არის? ეს არის. თუმცა თქვენ გონიათ რომ თვითონ იღებთ გადაწყვეტილებას იმაზე თუ რას შეჭამთ, სინამდვილეში კი ამას სისტემა კარნახობთ სხვადასხვა სახის რეკლამები. რაც უფრო მეტი არაჯანსაღი და სულელები იქნებით, მით უფრო მარტივი იქნება თქვენი მართვა. მოდით ახლა ცოტა ვიფანტაზიროთ და წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ ერთ დღეს ყველა ერთად ჯანსაღ კვებაზე გადავსულიყავით. პირველ რიგში დაიხურება ასობით ხორცს პროდუქტების ფაბრიკები, სადაც წამებით ხოცავენ ცხოველებს, რის ინარჩუნებითაც გემრიელ სოსისებს გვიმზადებენ. შეწყდება მილიონობით ყალბიწამლების წარმოება, რომლებსაც შედეგის ნაცვლად უკუჩვენებები მოაქვს. შემცირდება ათასობით დაავადებები, რის გამოც უამრავი აფთიაქები და საავადმყოფოები დაიხურება. 20%-ით გაუმჯობესდება ეკოლოგია. და რაც მთავარია, ჯო ფიტმენის გვერდი ყველაზე პოპულარული გახდება.